როგორ იქცა საქართველოს კრიპტოს ამოთხე და ამ თემაზე სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება გერმანულმა პირველმა არხმა ჩაატარა. 45 წუთიან ფილმში საქართველოს ფიგურირებს როგორც კრიპტომაინინგის მნიშვნელოვანი ჰაბი და ტრანზიტული ზონა, რომელსაც რუსეთი დასავლური სანქციების გვერდისავლისთვის იყენებს. კრიპტოვალუტის, ანუ ბიტკოინისა და რუსული ჩრდილოვანი კრიპტოსისტემის მასშტაბური გამოყენებით. რუსულ გაზს პუტინის რეჟიმი ევროპაში ვეღარ ყიდის, ამიტომ სანქცირებული გაზით იგი აწარმოებს ზიაფ ელექტროენერგიას და ამუშავებს გიგანტურ ბიტკოინ ფერმებს. მათ შორის საქართველოში და ამისთვის ის გამოიყენებს ფოთის, თბილისისა და რუსთავის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს. გამოძიებაში ყურადღებაა გამახვილებული იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდა საქართველოს კრიპტოინდუსტრიისთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელ, საკანონმდებლო და საგადასახადო გარემოდ, მათ შორის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და ბიტფურის პროექტებიც. რაც მჭიდროდ უკავშირდება, რა თქმა უნდა, ივანიშვილისა და მართველი გუნდის პოლიტიკურ-ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, რამაც საქართველოს კრიპტოვალუტის რუხ-ზონად აქცია. iFact-მა ჩაატარა გამოძიება ორმაგი დანიშნულების საქონელზე, კერძოდ იმ პროდუქციაზე, რომელსაც საქართველოს რუსეთში ექსპორტირებს. ჩვენ ჩავატარეთ ფარული ექსპერიმენტი. დავუკავშირდით რუსულ სავაჭრო კომპანიას და ვკითხეთ, დაახლოებით 30 დრონი გვაქვს და გვინდა მათი რუსეთში გაგზავნა. მათ გვიპასუხეს, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ამის რუსეთში მიწოდება. ვიცით, რომ ეს რისკიანია, რადგან სანქცირებულია, თუმცა ეს ადრეც ბევრჯერ გავაკეთეთ. ჩვენ შევნიშნეთ, რომ ასეთი კომპანიები სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით სწორედ კრიპტოვალუტას იყენებენ. რუსეთი სრულად არ არის მოწყვეტილი საერთაშორისო ფინანსურ ტრანზაქციებს. ის უბრალოდ ანგარის სწორებას კრიპტოვალუტით ახორციელებს. ეს ყველაფერი კი დასავლეთისგან შეუმჩნევლად ხდება. გერმანელი ჟურნალისტი საქართველოშიც ჩამოვიდა და საკუთარი თვალით ნახა, როგორ მუშაობს კრიპტოქარხნები საქართველოში. გერმანელი ჟურნალისტები ადგილზე, მათ შორის კრიპტოინდუსტრიის წარმომადგენლებსაც ესაუბნენ. ადგილობრივი მაინერი ჟურნალისტებს უყვება, რომ ბიტკოინებს იაფ ელექტროენერგიაზე მოიპოვებს. ახლა ჩნდება კითხვა, რატომ არის საქართველოში ელექტროენერგია ასე იაფი? ჟურნალისტებმა რუსთავის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც მოინახულეს, სადაც საბჭოთა პერიოდის გიგანტური სადგურები დგას და აქედან ირკვევა, რომ გაზი, რომელსაც რუსეთი მსოფლიო ბაზარზე ვეღარ ყიდის, ელექტროენერგიად გარდაიქმნება და გამოიმუშავებს ბიტკოინებს, რასაც პუტინის რეჟიმი იყენებს იმისთვის, რომ საერთაშორისო ეკონომიკურ ზონას სრულად არ მოწყდეს. It's my bank account. ეს ჩემი ბიტკოინ ანგარიშია საფული. ამ ციფრულ საფულეზე შეგიძლიათ ნებისმიერი თანხა ჩატვირთოთ და აკავშიროთ თქვენს ტელეფონს და შემდეგ გადარიცხოთ ფული ნებისმიერ ადგილას. შეგიძლიათ დახარჯოთ ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში. ეს არის ფულის საზღვრების გარეშე. ვერავინ გაყინავს, ვერავინ შეაჩერებს. ეს არის საუკეთესო საგადასახადო ქსელი მსოფლიოში. ჩვენ ვხარჯავთ დაახლოებით 2 მეგავატ საათში. ეს გვჭირდება ჩვენი ბიტკოინების მოსაპოვებლად. ეს ბიზნესი აქ მომგებიანია, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმძლავრით ერთი ბიტკოინის მოპოვებას დაახლოებით 1 წელი სჭირდება. ჩემ შემთხვევაში აქ საქართველოში 30-დან 40,000 დოლარამდე მჭირდება ერთი ბიტკოინის მოსაპოვებლად. აქ პუტინი გაზს ფულად აქცევს. ეს არის გერმანელი ჟურნალისტების მიერ დასმული მთავარი კითხვა. ასევე ვინ დგას კრიპტომაინინგის მიღმა და არის თუ არა ეს ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი.